ირწყა ეს იარდენიკის ართავით შეიწყავს და გიჩქოს ასავსაც ირწყავს პარტიულ პონჩი რა. კი. როგორც ჩანს ამას გაუჩნდა შეგრძნება რომ პროსტა ჩუჩა ანუ საფრთხებად გამოიყენა რეალურად როგორც ჩანს პოროშენკომ შეაშინა იაცენუკი მიშათი. ხო. და ის გარიგებაში შემოიყვანა პარტია აახია, ჩამოართვა პოლიტიკური ბერკეტი, ესე ვთქვათ პარტია და როგორც ჩანს თანამდებობაზე ტოვებს რა, რაღაც ეგეთი გარიგება იქნება ხო ეხლა პარტია ანუ ის პრემიერობიდან რო ხსნიდეს ხო პარტიას მაინც არ დაშლიდა ისა ხო? როგორც ჩანს პარტია გამოართვა და პრემიერად ტოვებს და ამ ვაჭრობაში და ამ იმაში მიშათი შეაშინა როგორც ჩანს რა. მაგრამ მიშათი შეაშინა დღეს? არა დღეს კი არა საერთოდ კაცო ბოლო პერიოდის განმავლობაში ხო გუბერნატორად წაიყვანა მიშა ეს მანევრი გააკეთა მე აუცილებს ბაზრები რომ აი იაცენუქს ანაცვლებს იაცენუქს ხო რაღაცა მოქმედებია ალბათ იაცენუქს ხო? ხო. ალბათ იაცენუქი დააჯდნენ მე ილაპარაკეს და კი ბატონო იღავ პრემიერად და პარტიამ წაგართვა რა. პარტიამ შემერწყას, ჩემ პარტიაში უნდა შემოვიდეს და ტოვებ და რაღაცა და მიშათი ამ შემთხვევაში არ ჩანაცვლებიდა. როგორც ჩანს მიშამ ჩათვალა ეს მოხდა. ხო. ეხლა დაიწყო ჩალიჩი რომ ოდესაში რაღაცა გამოართვას ხადე ეხლა ოპოზიციაში გასვლას არაპირებს უბრალოდ. ხო. იფახურებს რომ იტყვის რომ აი მე პარტიას გავაკეთებ ჩემთვის და ამის დედაცვატირია და მე გამოთხოვს ამაში რაღაცას ამ თუნდაც პროკურორის თანამდებობას ან რაღაცას ოლქში. ოლქში ბერკეტები უნდა რა მოკლედ რა. ამაზე გავატრაკებო მიშამ? ხო, მე ვაცენუქს გავუტრაკებო. პოროშენკოს დაველაპარაკებიო და კაცრად ვეთქვიო რომ ავჩევ ან მაძლევ რეალურ ბერკეტებს ოდესაში. ან და გავდივარ ჩემ პარტიას ვაკეთებ. პირდაპირ ეგეთი ბაზარი მექნებაო რა. ეს ის დამთავრებას სიმართლე გითხრათ წარმოადგენდა არა მაქვს მაგრამ მაინც ჩვენ იმას დაუმთხვა გამოცდებს ზე გამოცდები ვაქვს და. ხო, დღეს აპირებს იაცენუქზე იმას და ხვალ უნდა ულაპარაკოს თვითონ ეს იმას თუ შეხვდა პირველს და ზე კიდე ჩვენი გამოცდაა და რა ჩვენ არ მოგცხომ პანგური თქო რა მაგის ზედას მოთქვა. არა პანგურს რა მოგცხებენ ახლა იქ ამერიკაც ჩართულია. არა ასხივებს ამერიკაში ჩართულია მაგრამ პროკურორი ასხივებს კაცო. მომესმის მაგრამ არა მაგას ვერ იზავენ მაგრამ მე მგონი რომ არასწორი კონსტრუქციაა თუ არა და ოპოზიციაში გავა. ხო, მე ვთვლი რომ ეს არ არის სწორი. მაგრამ უფრო უნდა თქვას რომ რა გინდა. ანუ ჯერ მაგას აი ეგეთი ლაპარაკიც არ ქონია ჯერ რატო ამბობს ოპოზიციაში. ჯერ უთხრას რომ არ მაძლევ რა გაკეთების საშუალებას. მივედი შემოსავლებზე დავიწყე საბაჟო შევთანხმდით. ერთი არ ჩამოვიდა მე თვითონ ვიჩამი ჩამოვიყვანა ეს რომანოვი ჩავარტყით ხელივით უნდა დაგვეწყო და აგერძმაო ვერ ვიწყებ იმიტომ რომ არც დანიშნა უნდათ და არც არაფრის გაკეთება უნდათ. მინდა რომ ვიღაცები დავაკავო პროკურატურით არ მაძლევ ამის შესაძლებლობას. მინდა რომ ეს გავაკეთო, ან უნდა ჩამოუთხოვოს და. ასე არ გამოვა რა, ახლა უბრალოდ როგორ პონჩი უნდა უთხრათ, რომ ქვეყანა ასე არ აშენდება რა. ხო, არა, ბრატო, მაგას ეტყვის ალბათ ახლა ეგარ შეეშლება, მაგრამ შედეგს რაც მიიღებს. ხო, მაგრამ მაგან თუ ეგრევე გავიგე, მაგრამ მაგან თუ ეგრევე უთხრა რომ მე ოპოზიციაში წავალ მაშინ ეგ როგორი განცხადებაა, იცი? ახლა მე რო პოროშენკოს ადგილზე ვიყო, ვეტყოდი რომ ოკეი, ბაზარი არ არის. ეს ძებნილი კაცი აგერ შეგიფარე მაგის დედამფარე და თანამდებობას დაგნიშნე რა, მოდი ესე ვთქვა. ხო, თანამდებობას დაგნიშნე რა, შემოხლა გინდა ხა რა. და ხო ოპოზიციაში მიდიხარ? რატო? მე ხო გითხარი რომ დაგიდგები, ჩემსაც არ არის მარტივი ძმა, იმათან ბრძოლა. რა 1000 რაღაცას ვიტყვი რა. სულთა კაცო რა ამბავში. და მეორე რომ განკარგულებას გასცემს პროკურატურის მხრიდან რომ ვის დააფინანსებს სააკაშვილს დედა მოუყვანეთ. ხო? ხო. ჩოტკი კონტროლზე აიყვანს და ამიტომ ოპოზიცია ალბათ არ უნდა უთხრას, უბრალოდ უნდა უთხრას, რომ უნდა, ანუ ხა საყოველზე რასაც მეუბნებოდა მაგათ ერთად რაც ქონდა პრეზიდენტთან შეხვედრები, გაიგე? მიშას არ ქონდა არასდროს მიმწოლი პოზიცია პოროშენკოსთან შეხვედრის დროს. მიშას ქონდა ლაქუცისა და დათმობითი პოზიცია. ჩვენთან ბაქი ბუქობდა, იქ რეალურად ისეთი ცუციკი ტიპი იყო, გაიგე? თუ ამ იმიჯის შესვლას აპირებს პოროშენკოსთან უშუალო ურთიერთობაში ამ სტატუს-კვო შეცვლას, ეს სხვა თემაა რა. ხო, ეგ ალბათ უნდა შეცვალოს რა და უთხრას რომ ესეა რა. გამიგეთ ხა არ მინდა არანაირი განხილვა მოვიყვანე ძმაო ის ხალხი და აგერ მოვიყვანე მე ჩემ ხალხს და დაუჯდეთ რა და გავიაროთ ეს დედამოწყობილი რა.
იგი მე დაგიდებ პაკეტებს, რაც არის მისაღებ და ხელია მოსაწერი მოაწერია რა ამ ხალხს ხელი რა. ეგრე უნდა უთხრას ალბათ რა. გეჯერობით ყოველ შემთხვევაში. თუმცა მაგაზეც ისეთი და ისეთ ჩათვლახია, მაგაზეც მოიფიქრებს. ამას ისევ საოლქო პროკურორობაზე უნდა როგორც ჩანს და ისევ ზურაზე უნდა რომ ეჩალეჭოს. ზურაზე საოლქო პროკურორობაზე ჩალეჭო უნდა უთხრა. ბიჭო ხომ არა ეს საოლქო პროკურორობა არ არის ხო საოლქო პროკურორობა არის კი ეს ამოსავალი წერტილი ამოდის ისთვის გასაღების ეს კომპლექსურია SBU-ც უნდა იყოს ალბათ პროკურატურაც და პლუს საბაჟო პორტები მისთვის რომ ფუნდის თანხა კონდეს რომ არჩინო ეს ზალონები ზალონებს ხო ხელფასს ვერ გაუძლებს შენ ადგილზე ლოკალურად ხო ცენტრალური ბიუჯეტიდან არ დაფინანსება და კანონით არის გათვალისწინებული ხელფასის ოდენობა მაგრამ უნდა კავდეს პრემიაზე თუ გინდა რომ სხვანაირად იმუშაოს თუ გინდა სხვანაირად იმუშაოს უნდა მისცე რა რაღაცა შენ მატერიალური ბაზა უნდა შეუქმნა მატერიალური ბაზას ხო საბაჟოს გარეშე ვერ უქმნი და პორტების გარეშე ფული არ აგართ ამიტომ უნდა მოგწე უნდა აიღოს სამივე გასაღები რა SBU პროკურატურა და ფინანსური წყაროები და ხა ამდენს ერთად თუ მოივაჭრებს კი ბაზარი არა მაგრამ მე რატომაც გონია ვერაფერს ვერ მოივაჭრებს საერთოდ ეს კომპონენტი თუ ესე ხისტად ელაპარაკა მაგაში ეთახა რა ვიცი ბიჭო ახლა მეორე მხრივ სიმართლე გითხრა ახლა მე პარაშენკოს ადგილზე ვეტყოდი რომ ძმაო ემედი ხო მოგეცი კრიმინალი გაუარესდეს და დამოწმებოდეს შაშტა ხო არ ვარაფერს არ გეუბნები ახლა მართლა და მართლა ეგრე ხო არ არის გაუარესდა კი მაშინ რომ ვიყავი ჩასული კი ეგრე მითხრეს რომ სტატისტიკა გაუარესდა ხო და ეგ ბიჭი მაგ ბიჭის დანიშნა მართლა შეცდომა იყო ეს რაც მოხდა ეხლა ეს იაღლიში რაც მოვიდა როგორ რაღაცა მოხდა ისი არა მარტო ეგ იაღლიში ბიჭო არ არის ეგ როგორი ეგ ხო ჩაქო ეგ საყვარელზე იმოშობოდა რომ მაგარი ტიპია აკაც ჩაკეტილი იყო მე არ ვიცოდი შეჩინო შინაგან საფრანგეთის მოდიე თუ არსებობდა ეგეთი ლოქიფაიზე თუ გავიგე ბოლო წელს თო ხო და რა ვიცი ახაც ძალიან ისეთი ტიპი იყო რა ძალიან ATC-ზე თუ რა სპეციალიზების კურატორი იყო არაფერი არ იყო კაცო ინტელექტუალური შესაძლებლობები მას არა აქვს არ გააჩნია მაგარი არა ბიჭო არა ვანოს ჯაუგორა მე მგონი მაგაში მიშამე ხამარ არა ბიჭო საგეუბნები საყვარელზე მოთხოვ ვინ დავნიშნოთ ახლა თვითონ მითხრა საყვარელზე თვითონ ჩამოეყო ლორკი ფაინზე შეჭი მაგრამ просто ჩვენ მაშინ ამას გამოგვივიდა რომ შენ უნდა მან წასულიყავი რა ყველაფერი უნდა ავიღოთ რასაც გვაძლევენ ყველაფერი უნდა ავიღოთ რა გეუბნები რა ვიცი ჩემთვის არავის არ შემოუთავაზებია ეგ რაღაცა და როგორ წავიდოდი ახლა ბიჭო მე არც მომსვლი ახლა მე ხა სიმართლე გითხრა მე მომასვნა რა ხოვაზე ხარ არა მაგას მოყავდა მაგიზია საყვარელზეს რო დავდა ეგრევე ხა მაგას არა მარა ბიჭო არა რატომ დაბრიდავდა ახლა ეს დედამოტყუე ხა ბიჭო არ არის ეგრე ეს ბიჭო ხო ხედავ არა რომ ვერ შვებით და უნდა მოვედოთ ცოტა ხო და არა მე რატო გეუბნები ისე პროსტა ხა იმას რომ ეთქვა რომ მოდი ვიმჟელოთ უკვე მჟელობაში წამოვიდოდა ხო კანდიდატურები რა ბოლოს და ბოლოს რა აი მაგრამ ნუ ხა ლორდკი ფაინზეზე თავიდანვე რომ ჩამოიყვანა ერთხელ დათო კიდე ჩამოიყვანა ლორდკი ფაინზე უშიშროებაში გავუშვათ ბიჭო მაშინაც ახლა მე მაშინაც უთხარი მაგასაც და ზურასაც ლორდკი ფაინზე მე უთხარი ბიჭო ცოტა არ არის მეთქი ახლა კაი ბიჭია გულიანი ბიჭია მაგრამ ის არ არის რა რაღაცა twins უნდა მოგზდევდეს ახლა მოდი ვთქვათ ისიც რომ გიზოა ლორდკი ფაინზე სათავე ჯობია როგორ ჯობია ახლა როგორ ჯობია გიზო კვალიფიციური ტიპია რა ისე როგორც ადამიანი პატანა გადააჭერებს ისე კვალიფიციურია და შრომის მოყოლეა და ინტელექტი აქვს მისგან განსხვავებით და ქვია კი არის ჩაოლებრივი სპეცნაზელი ხო არა ის არის თან დღემდე რომ ახმეტი რაღაც აუცილებლია ეხლა რაღაცა ლოკაცია პლუსი ხარ ტიპს არც ერთი მისი ლაპარაკი არ დაუდიან ვისაც წარმოიდგინეთო არ მის აქტივობაში არ ალაპარაკებს ტიპს ჭრის ისა რა ქვია იმ გოგოს ჩვენ რა უნდა ალაპარაკოს ახლა მე სადაც ვიყავი და ის უსულელს ლაპარაკობდა მე იყო დადის და ჭრის იმას ტექსტებს რა ხო და ბიჭო ახლა ეგეც ხადაობა ახლა ის ეტყვის რომ ახლა ვინ დანიშნებს მოგოროსანი და რამენიშნებს რაღაცა იქ რა ხო და არ ვიცი რა როდის ლოგურობაზე ჩალიჩებს მიშა ეხა შეეცდება რომ გამოსწვოს და უნდა ზურას დანიშნვა მანდ და თან ის მიშას მერყეობს ხო წინა ჩამოსვლაზე გიზოს ზურა ხო გიზოს ლობირებდა და რაღაცნაირად როგორ ჩანს ამას ამწიფებდნენ და ეს ვერ მომწიფდა თუ რა ვიცი რა არის და არ მოხდა არ ვიცი მაგრამ ეხლა ზურას იძახის რა აბლასმა
და გიზოს უნდა გიზოს არენდომება ეგ არცეთ ვარიანტი, იმიტომ რომ ეხა არის ბედნიერი. გიზო რაღაცნაირად მაინც ერგება იმ სიტუაციას. კი, არტემასთან მშვენივრად არის. სულად კი ვერ დაულაგდა ეხა და რაღაც. არა, ხო შეხვდა ეხა პრეზიდენტ შეხვედრია წინაპირას. პირადად შეხვედრია და ასე ვთქვა რომ მე იმას ვიზავ, მე დაგილაგებოთ რა ვიღაცას დაუვალებია. ეგ მითხრა, რა ვიცი. მე დაგივა მილიცია. მე ისე ვარი. რა, თვითონ მითხრა. თვითონ მითხრა, რა ვიცი. არა, თვითონ მოდაუძახაო დაუძახაო თუ რაღაცა. ვიღაცაზე გამოუძახაო და თვითონ უძახაო. ხო, რაღაცა და. არა, გიზოს არენდომება მიშასთან მუშაობა ეხა არ არის მარტივი ამბავი და ეხა არტემასთან ბუჯუნობს აქ დაბუჯუნობს თავისთვის გემრიელად. მე ალბათ არენდომება, მაგრამ ნუ ოიც. ვინას მანდვარ და ვინას ჩამოდივარ და გინახულებთ.